გამარჯობა მეგობრებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ კონფერენციაზე. გამარჯობათ, აპლოდისმენტები გთხოვთ. მას ასე ტრადიციულად ერთი კვირით ადრე ჩვენ შევიკრიბეთ, რომ შევახუროთ ბრძოლები და გაგაცნოთ ჩვენი მებრძოლები. შემდეგი გამას ივენთის სახელია Smack My Bitch Up. მე ძალიან ველოდები ჩვენს ტრეილერს. დაწერეთ კომენტარებში, ელოდებით თუ არა თქვენ. მას ასე თქვენ გელით 10 უსასტიკესი ბრძოლა და გაგაცნობთ პრელიმებიდან დაწყებული ჩვენ 3 ბრძოლა გვაქვს პრელიმებში. სულ მცირე პაუზა რაღაც 15-20 წუთს არ გადააცელს და მე გადავართ ძირითად ქარდზე, სადაც 7 ბრძოლა გველის წინ. ძალიან სასტიკი ბრძოლები იქნება. ბევრ ნოკაუტს ველოდები მე პირადად, ბევრ სისხლს და თავისთავად ოფლი ყოველთვის იღრება ჩვენ ბრძოლებში. და რაც თავარია, საჩემპიონო ბრძოლა გველის წინ და სადაც სლავა მარგიშვილი შეეცდება რომ ტიტული დაიცვას და აქვე მოგახსენებთ რომ სამწუხაროდ აირონ ლაშამ იტკინა ფეხზე მყესი და ვერ ჩაატარებს ამ ბრძოლას. თუმცა short notice-ზე ფაქტიურად დღეს გადაწყდა შეიძლება ითქვას ირაკლი ფიფიამ გადაარჩინა ეს საჩემპიონო ბრძოლა, რაზეც მას დიდი მადლობა, აპლოდისმენტები გთხოვთ. და ირაკლი მიიღო, რა თქმა უნდა, ეს შანსი, რომ გახდეს ჩემპიონი, რა თქმა უნდა. ირაკლი კარგი მებრძოლია მიუხედავად იმისა, რომ სლავასთან შედარებით არ აქვს იმხელა გამოცდილება გამაში, თუმცა უკვე აქ უმაგრესი ბრძოლა ჩატარებული. ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, რომ საინტერესო საჩემპიონო ბრძოლა გველის წინ უდაოდ. აპლოდისმენტებით დამიჭირეთ ხარით, თუ ასე ფიქრობთ თქვენც. ამის გარდა თავარი ივენთი, უმთავრესი Smack My Bitch Up-ის იქნება გრან-პრის ფინალი, სადაც 25,000-ის თვის იჩხუბებენ ტრილოგიაში ბაქარ გელენიძე და ლევან იანქოშვილი. მე პირადად ძალიან ვერი და ძალიან დამაინტრიგებელია ამჯერად თუ ვინ გაიმარჯვებს. თუმცა ნუ გავექცევით მოვლენებს წინ. აქვე დავამატებ რომ აქ შემეძლო თქვენი კომპანიის სახელის გაჟღერება, ამიტომ სპონსორებს მოგიწოდებთ რომ შემოგვიერთდეთ და დაგვიჭიროთ ხარი და დაუჭიროთ ხარი ჩვენს მებრძოლებს და ზოგადად გამას, ჩვენს თემას. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს, კომპანია Leaderbets. გთხოვთ აპლოდისმენტები დაუკრათ ჩვენს გენერალურ სპონსორისთვის. მას ასე წყვილების წარდგენისთვის მზად ვართ! ოკეი, დავიწყოთ მაშინ პირველი წყვილიდან. მაყურებელს მოახსენებ, რომ სამწუხაროდ ყველა მებრძოლი არ არის დღეს პრესკონფერენციაზე, თუმცა ამით არაფერი იცვლება, უშუალოდ ბრძოლაზე აუცილებლად გამოცხადდებიან. მას ასე პირველი ბრძოლა ჩვენს პრელიმებს გახსნიან ოთო გერლიანი და ლუკა გასიტაშვილი. სამწუხაროდ ოთო გერლიანი დღეს ჩვენთან ერთად არ არის, თუმცა ლუკა აგერ არის. გამარჯობა ლუკა. მიკროფონი დაითრიე გთხოვ. მოგესალმებით. მოიწია ახლოს მას ასე დიდი ალბათობით შენს და ოთოსაც უკვე არაერთი ბრძოლა გაქვს ჩატარებული. თუ არ ვწდები, ოთოს 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული, შენს 3. რას მოველოდოთ ამ ბრძოლიდან და შენს მეტოქეზე რა სიტყვი, ანუ რამდენად სერიოზული დაბკოლებაა, როგორ ფიქრობ შენთვის? მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ჩვენს მაყურებელს. 1-2-ზე მაქვს ჯერჯერობით და რა თქმა უნდა ვაპირებ რომ მეორე გამარჯვება მოვიპოვო ეხლა გამასში და
მეტოქე რაც შეეხება, მეტოქე კარგი ბიჭია, კაი ბრძოლები ჩაატარა, ბოლო ბრძოლას უყურე, კაი წინააღმდეგობა გაუწია, გამძლე ბიჭია და ვნახოთ როგორი ჩხუბი იქნება. ვნახავთ ყველაფერს 21-ში. კეთილი. კარგი, მე მგონი სამწუხაროდ ოთო ჩვენთან ერთად არ არის, ამიტომ აპლოდისმენტები ლუკა გასიტაშვილს. გადავიდეთ ეგრევე შემდეგ წყვილზე. ნიკა ოხანაშვილი, მეგობრებო. აპლოდისმენტებით შევხვდეთ მებრძოლს. რინგს გაიზიარებს თორნიკე ციკლაურთან. ლომკაცა. განგსტა. ციკლაური. გამარჯობათ. მოგვიყევით აბა ბიჭებო. გამასაზოგადოებამ ჩემზე უკვე იცის და დებიუტანტმა მოგვახსენოს თავის გამოცდილება. რავი პირველ რიგში ნიკა ოხანაშვილი, რავი ბევრს არაფერს არ გეტყვით. რავი გითხარი რატო არ გიცნობთ და გაგვეცანი. რავი ბევრი ლაპარაკიც არ მიყვარს. გამოცდილება კრივი. სამჯერ ვარ საქართველოს ჩემპიონი. რავი წვეტა მაქვს 5 წელი. აი ხა ინდივიდუალურად ვარჯიშობ ჩემთვის. სადაც 1-3 თვე იქნება. სად ვარჯიშობ? საიდან ხარ ზოგადად? კახეთიდან, თელავიდან. თელავიდან ვარ, ძირითადად რა გულგულელი ვარ, რა ვიცი, სოფლიდან. იქ ვარჯიშობ? თელავში. კეთილი. შენ რა სიტყვი? მე ბევრს არაფერს არ ვილაპარაკებ. რა 60 კილოს დროებითი ჩემპიონი, როგორც წინა იმაზე მითხრა რა, აქ შენი ბრძოლებით გაოცებული არავინ არ არისო. რავი, თვითონ თუ გამოვაყლევ აქ ვიღაცები, მე ყველას გაოცებულს დავტოვებ, ისეთ შედეგს დავდებ და წავაგებ თუ მოვიგებ არ ვიცი ჩემო ძმაო, არც არაფერს შეგპირდები, ერთ იმას შეგპირდები, რომ ძალიან მაგარი ბრძოლა გვექნება მე და შენ და თავს არ დავზოგავ ამ ყველაფერთვის. ერთი სათქმელი მაქვს მარტო შენთან რა, შიშველი ხელები ჩემო ხვალ რინგზე. რავი ჯერ პირველ რიგში რავი დებიუტი მაქვს და არ მინდა რავი შიშველ ხელებზე. რავი დიდიც არაფერი არ იქნება, მკივნეული არ არის დამიჯერე, რავი უბრალოდ მე შიშველი ხელებს ჩხუბობ. მე რევანშის ის რო იყოს, რა ვიცი, არ არის მე პრობლემა შიშველ ხელებზე. ანუ რემატჩი, მე გითხარი ჩემი სათქმელი თქო, შიშველი ხელებს ჩხუბობ. უბრალოდ არაერთხელ მითქვია და ანუ მე მართლა ვაპირებ, არა აქვს მნიშვნელობა კენტუსები თუ ჩხუბებ თუ. ისეთ ძალიან სასტიკი ჩხუბი გვექნება, რა ვიცი. ბაზარი არ არის ძმა, მეც მაგის იმედი მაქვს. კეთილი. ეს ბრძოლა კენტუსებზე ჩატარდება, როგორც მივხვდი, ხო? მოდი დავაბრუნოთ მიკროფონი, რავი, მაყურებელს. კითხვა გაქვს, მოდი ერთი წამით, აი. მოგესალმებით ყველას. შიშველა ხელებიო და რევანშის აღება მინდა ივლისის თვეში ვიჩხუბოთ მე და შენ შიშველა ხელებით თუ გაწყობს. ამ ბრძოლის მერე წავაგებ თუ მოვიგებ არ აქვს მნიშვნელობა. მე და შენ ვიჩხუბოთ. თუ ორგანიზაცია თანახმა იქნება, მე მაქვს მაგის ამბიცია, რომ ივნისშივე გეჩხუბ. კარგი. გინდა რაუნდი ჯერის შემოვიდეს მე შენ მე ისშივე. არა, ჩვეულებრივ ვიჩხუბოთ, შიშველი ხელებით 65 კილოში. აი მე კიდევ ვერ ხვდები შენ რა ძალა გადგია, მაგრამ მაგ პრობლემა გეჩხუბები. მე იმიტომ შეგგვირდი რომ მოიგე ბრძოლა და გეჩხუბები მეთქი და გეჩხუბები და დაგანახებ რომ არაფერი არ ახლა. აი მე დაგანახებ შენ რომ არაფერი. შენ არაფერი არა. შენ მართლა არა, შენ უბრალოდ ეგ მე რომ მეჩხუბე შენ გაგიმართლა ეგ. ეგ ხო გამართლება. მე გამიმართლა, მე გეჩხუბებოდი შენ მეჭიდავებოდი. რას გეჭიდავებოდი? შვიჯერ ჩამარტყი კეფაში და შვიჯერ ჩაგარტყი კეფაში. შვიჯერ თუ 8 ჯერ ვიჯერ. აი გადადიმიდი. აქ შენი ადგილი არ არის გადად. ლუკა, კეთილი, დავამუშავებთ ამ ბრძოლას. სხვა არა, არ გვინდა ეხა ჯერ ნუ ჩაეჭრები ეხა ამათი ჩხუბია ჯერ და სულ ერთ კვირაში და ივლისში დავამუშავებ თქო, არ მithქვია რომ გაჩხუბებ, გაურბიხარ წინ მოვლენებს. დავამუშავებ ლუკა. დავრჩეთ კონცენტრირებული ამ ბრძოლაზე. თორნიკე ლომკაც სერიოზული მეტოქე არის. დამიჯერე ხელთათმანებიც შეიძლება არ მოგეჩვენოს ცოტა. ამიტომ დარჩი კონცენტრირებული ამ ბრძოლაზე და სერიოზულად მიუდექი საკითხს, ჩემი მოწოდება იქნება. ანუ ვიცი ამ ბიჭზე რა ბევრი მგონი თაზო კოპაძესთანაც ნაბრძოლი გაქვს, გამარჯვება გაქვს ერთი, დამარცხება გაქვს ერთი. ანუ მსმენია ამ ბიჭზე ბევრი რა. კი, გაქვს მსმენია ამ ბიჭზე. მაგრამ უკვე ამდენი ხანია რინგზე ვდგევარ, ბრძოლობ
და ნუ ამ ბიჭზე სერიოზული ბიჭებთანაც მიჩხუბია, ხა საზღვარგარეთ დავდივარ, შენც კარგ აიცი, ჩხუბობ ქვეყნის იქეთ. ყოფილა ბევრი ისეთი ბიჭები, რომ რავი, დამდგარ ვარ და მიჩხუბია ძმა, ნორმალურად ახლა. სერიოზული ოპონენტი, რავი, ბაზარი არ არის, უფრო უკეთესი გამოცდილება იქნება. არც დამარცხება მიტყდება, არც, რავი, ბევრჯერ დავმარცხებული ვარ, ბევრჯერ დავცემული ვარ, არც ის მიტყდება, არც ის მიტყდება, მაგრამ უბრალოდ მეც ვემზადებოდი ხელის ტრამვის შემდეგ არ გავჩერებული ვარ, ვემზადებოდი რა. ამიტომ რავი, რინგმა გადაწყვიტოს 21-ში რა იქნება და როგორ იქნება. წარმატებებს გისურვებ სხვა ბრძოლებში. კარგი ადამიანი ხარ და უკეთესათაც გავიცნობთ მე დრო რო გავა და გაიწელება და კიდე რაღაც შევხვდებით კიდე სხვა კარტში რაღაც აქეთური იქთური და რა გავიცნობთ კიდე ერთმანეთს და რავი რევაჩია როგორც იქნება. შემდეგში თუ ვიჩხუბებთ, იმედია კიდე შიშველი ხელებით ვიჩხუბებთ რა, მაგრამ ეხა კენტუსები, რავი, არა მაქვს პრობლემა, იყოს კენტუსიც. კეთილი. მოდი დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. თორნიკე, განგსტა, ციკლაური, ნიკა, ოხანაშვილი. კამერებისკენ ბიჭებო. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. კეთილი. გადავიდეთ შემდეგ წვილზე. ეს ორი უზარმაზარი ადამიანი დააგვირგვინებს ჩვენ პრელიმებს და მე მინდა ვიხმო თორნიკე მიბჭუიანი და ანრი ბესტავაშვილი. ბიჭებო, ანრი, შენით დავიწყებ. არ გეჯერა თითქმის ისეთი იმედგაცრუებული თვალებით მიყურებდი წინა ივენტზე გოძილა რო ჩაგეხსნა, მაგრამ მადლობა თორნიკეს. დიდი სურვილი გამოთქვა, რომ ბრძოლა ჩაეტარებინა თქვენ სწორედ კატეგორიაში. და რავი, როგორ მზადყოფნაში ხარ, რამდენად, რავი, დაბრკოლება იყო ის მომენტი, რომ გოძილა ჩაგეხსნა, რამდენად იმოქმედა შენს мотивაციას, თუ პირიქით მეტი დრო გქონდა მოსამზადებლად და ამაზე რომ მოგვიყვეთ ცოტა დეტალურად და რა თქმა უნდა მაინტერესებს რინგში რაც დავინახავთ. რა თქმა უნდა, იმოქმედა გოძილას ჩახსნამ ჩემზე. ნუ დავისტრესე, მაგრამ დრო უფრო მეტი მქონდა. ძალიან გამიხარდა, რომ ივნისის ქარზე ვიჩხუბებ. მინდა ჩხუბი, მე აქ რამდენიმე შეგრძნების გამო ვარ, რასაც აი ამ საბურავების გარდა ვერ შევიგრძნობ. მინდა რომ სამივე რაუნდი ვიჩხუბოთ, არ ვიცი როგორ გამოგვივა, ძიმე წონები ვართ. ძალიან მინდა რომ ეს შეგრძნებები სრულად შევიგრძნო და მაგარი ბიჭია, გავიცანი, კარგი ადამიანია, მაგრამ აქ ჩვენი საქმე გვაქვს და არ ვიცი რამდენად გაუძლებს ეს კაცი გრიზლის თავდასხმებს. შესანიშნავი. თორნიკე, მაგარი რინგნეიმი გაქვს. გაიღიმე შიშის დროს, ხო? Smile when afraid. გაიღიმე თუ გეშინია. გაიღიმე თუ გეშინია. მაგაზე რო გითხრა, ორიოდე სიტყვა და რა თქმა უნდა, მაინტერესებს რამდენად ხარ, როგორ მზადყოფნაში ხარ. რა გინდა რომ დაუპირისპირო ანრის, რავი, რაღაც ცოტა შენს გეგმას ამხრივ თუ შეძლებ რომ გაგვიზიარო ზოგადად დეტალების გარეშე გთხოვ. მოგესალმებით ყველას, მე ვარ თორნიკე მიფჩუანი, ბაზა მაქვს ბოქსი. პირველი ჩემი MMA ბრძოლა რო ჩავატარე, მეტოქი იყო 155 კილოგრამი, ამიტომ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს ანრის არც წონა, არც სიმაღლე, არაფერი. მე დიდი ხანია მინდოდა აქ ჩხუბი. ძალიან კაი ადამიანია, დიდ პატივს სცემ. უბრალოდ იმდენი ხანია მინდა ასპარეზობა, რომ ანრი იქნებოდა ლაშა თუ ვინმე სხვა, ჩემთვის მნიშვნელობა არ ხონდა. მადლობა თქვენ პირველ რიგში რომ შანსი მომეცით. მოყვარული ვარ, პროფესიონალს ვერ დავარქმევ ჩემ თავს, მაგრამ ამის მიუხედავად მგონია რომ ძიმე წონაში აქ რაც შემოუთავაზებიათ, იმაზე ბევრად კარგ სანახაობას დავდგავთ მე და ეს ადამიანი კონკრეტულად მძიმე წონაში. პოპულარული წონა არ არის და ჩვენი ბრძოლის მერე იმედი მაქვს, რომ
ცოტა თამასა ეწევა აბსოლუტურ წონითი კატეგორიას რა. მე მგონი აპლოდისმენტების ღირსია ეს სიტყვები. კეთილი. მე პირადად ძალიან ველოდები ძალიან ამ ბრძოლას. ძალიან დიდ საკითხს გამოიწვევს თუ რა სურათს დავინახავ, როგორც შენ თქვი ანრი, ძიმე წონაა და ნოკაუტი ყოველ დარტყმაში მოსალოდნელია, თუმცა მეც ვისურვებდი, ჩემ თავს ვისურვებდი უპირველეს ყოვლისა და გამას მაყურებელს, რომ დიდხანს გასტანოს ამ ბრძოლამ. თორნიკე, შენს რინგნეიმზე რას გვეტყვი, ხო, მაგაზე დამავიწყდა. მოგახსენებთ, მე მქონდა სხვა ნიკნეიმი, უბრალოდ დაკავებული იყო უკვე ეს აღარ გავაჟღერებ რა, ხო, ხო. თუ გნებოდ გავაჟღეროთ არა. რა, სეკრეტი არ არის ხა, მამბერი, მაგრამ ხა. მამბერი, იმიტომ რომ სვანი ვარ წარმოშობით და მამბერს მეძახდნენ დარბაზში. მაგრამ როცა აი ჩხუბის დროს, hard sparring-ების დროს, როცა მოგხვედრიათ, არ ვის თქვენს ხონიათ ალბათ ეგეთი რაღაცა, რომ მაგრამ როცა ხვდება, იღიმი ხარ, მიმიკას გამოხატავ და შემდეგ უბრუნებ, ხო დარტყმას და აქედან წამოვიდა ჩემი იდეა ნიკნეიმზე რა. შესანიშნავი. აპლოდისმენტები. კარგით, ვინმეს შეკითხვა თუ გვაქვს, ხელი აწიეთ, მოგაწვით მიკროფონს. თუ არა და დავაბრუნოთ მიკროფონები ასისტენტებს გადავცეთ და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. თორნიკე, მიბჭუიანი, ანრი ფესტავაშვილი. აპლოდისმენტები. რაც აქამდე ყოფილა, ყველაზე მაგარი მძიმეწყა ჩვენ უნდა ვარ. მზად ვარ. კამერებისკენ ბიჭებო. მაშასე სულ მცირე პაუზის შემდგომ გადავალთ ჩვენს სარეიტინგო ბრძოლებზე და ჩვენს სარეიტინგო ბრძოლებს გახსნის ეს წყვილი მჩატე კატეგორიის წარმომადგენლები 56 კილოგრამამდე და მე მინდა ვიხმო ნიკა მაღლაფერიძე. მოგესალმებით. ნიკა, შენ ბრძოლა გიწევს საბა კუჟინაძესთან. სამწუხაროდ მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ საბა ვერ მოვიდა დღეს პრესკონფერენციაზე, ჩემს და სამწუხაროდ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაგარ სანახაობას შემოგთავაზებს. ასევე ბევრს ეწოდინება, მაგრამ ბევრს შეიძლება არც იცოდნენ ბევრმა, ხო? თქვენ და შენ და საბას ხო გაქვთ უკვე ბრძოლა ჩატარებული? სადაც შენ გამარჯვება მოიპოვე. თუმცა მაგის მერე შენც ჩაატარე ბრძოლა საბამაც და არანაკლები სანახაობა გვაჩუქეთ და როგორ ფიქრობ? აი ნახავდი ხო რა შთამბეჭდავი ბრძოლა ჩაატარა ბაქარგელენიძესთან. როგორ ფიქრობ, გაიზარდა შენი მეტოქე და გაგიძნელდება ამჯერად უფრო მასთან რინგის გაზიარება თუ ყველაფერი იგივენაირად იქნება რაც პირველ ბრძოლაში? მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმები გამას მაყურებელს. მე ვარ ნიკა მაღლაფერიძე, გამას მებრძოლი. მაგ სამი ბრძოლა ჩატარებული გამაში, 2 მოგება, 1 მარცხი. რაც შეეხება საბასთან ბრძოლას, მე უკვე საბასთან მაქვს რინგი გაზიარებული. ფიქრობ, რომ მე გავიმარჯვე უპირატესობ, დიდი უპირატესობით და მეორე ბრძოლაც იგივე იქნება. იმიტომ რომ ამ 1 წლის განმავლობაში მეც განვითარდი, მომზადება გავიარე გუდიანი თიმში ლევან ციკლაურთან. ლევან ციკლაურმა კაი მომზადება გამატარა და ვფიქრობ, რომ მეც იმ დროს რაც ვიყავი ფორმაში, ხა უკეთეს ფორმაში ვარ. და ისევ მე გავიმარჯვებ, ეგრე მგონია. შესანიშნავი. როგორ გაიმარჯვებ, ეგეც რამე გეგმასავი თუ გაქვს რაღაც, ნოკაუტზე თუ გაქვს ამბიციები, საღამოს ბრძოლაზე, leader of the night maybe. რავი, მე ზოგადად ეს გეგმა არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია ფინიშით გავიმარჯვო და არ მივიყვანო საჯების გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ წინა ბრძოლაზე სხვანაირად იყო გადაწყვეტილი. საჯებთან შენ პრეტენზიები გაქვს, კი ბატონო, გვახსოვს. ამიტომ ფინიშით გამარჯვება ჯობია ყოველთვის რა. რა თქმა უნდა, ჩვენ საჯებს, შენ კი არა მეც არ ვენდობი, მაგრამ ეს გადაობა იყო, თუმცა ხშირად გვაქვს დავიდარაობა ხოლმე, მაგრამ საჯები მაგისტვის არიან, ხო, რომ დაითვალონ ქულები და ძალიან ძნელი
საკითხი აქვს. მით უმეტეს ისე ახლო ბრძოლებში, როგორც გამას რინგზეა ხოლმე. რავი, ნახდათ არ შურს მაგათი. ასევე მე ვაპირებ 56 კილოში ჩავერთო საქამრე ბრძოლაში, ესე რომ ვთქვათ. და რაც შევა მალე მოიპოვო საქამრე ბრძოლა. ეგ არის ჩემი გეგმა, მეტი არაფერი. კი ბატონო, ყველაფერი დამოკიდებულია იმიდან და გამომდინარე თუ როგორ ბრძოლას ჩაატარებთ, როგორ მოიპოვებ უპირველეს ყოვლისა, თუ როგორი სურათი იქნება უპირველეს ყოვლისა და როგორ მოიპოვებ გამარჯვებას ამა თუ იმ ბრძოლაში. თუმცა ამ ამბიციებთან დაკავშირებით მე შეკითხვა მაქვს. როგორც იცი, დიმაჯიქია პრინციპულად შიშველ მუშტებზე იბრძვის უკვე. რამდენად პრობლემა არის შენთვის ეს მომენტი, რომ შიშველ მუშტებზე დიდი ალბათობით შეიძლება მოგიწიოს ბრძოლა, თუ რა თქმა უნდა დიმაჯიქიასთან მოგიწია. შიშველი მუშტები ჯერჯერობით არ მაქვს გეგმაში, რავი, დავამუშაოთ ეგ თემა, მაგრამ რავი, მე უფრო ხელთათმით მირჩევნია, იმიტომ რომ სამომავლოდ უფრო MMA-ში ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. და მუშტიკრივი არ არის ჩემი სამომავლო გეგმა, ესე რომ ვთქვათ, რავი, ჯერჯერობით აქ ვიღებ გამოცდილებას და ხელთათმით ვიყო ჩემპიონმა, ანუ ის ჩემპიონია, ხო ხდები? დავამუშავებ, მოემზადებ სპეციალურად შიშველ მუშტებში, დავამუშავებ ფაქტი. ანუ დაამუშავებ რა მხრივ შიშველ მუშტებზე რო შეძლო ბრძოლა თუ შემიძლია არ არის განსხვავება, შემიძლია. გასაგებია. კეთილი. კარგი, აპლოდისმენტები დაუთმოთ, მეგობრებო. ნიკა მაღლაფერიძე. ნიკა, რინგნეიმი ხო არ მოიგონე რამე ესე? ჯერჯერობით არა, მაგრამ მოვიგონე ფაუსი. ფიქრობ, ხო, ოკეი, კარგი. თუ გინდა მოგიგონებთ. მაყურებელს თქო მოუგონეთ რინგნეიმი ამ სასტიკ ახალგაზრდას. კიდევ ერთხელ ნიკა მაღლაფერიძე მეგობრებო. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ეს მეხუთე წყვილი იბრძვიან 65 კილოგრამ კატეგორიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა არის ერთ-ერთი პრეტენდენტი ბონუსებზე, ერთ-ერთი აშკარა პრეტენდენტი და მინდა ვიხმო ორივე მებრძოლი. ნიკა დავით მუშკუდიანი და ნიკა სუხიშვილი. გამარჯობა. აპლოდისმენტები შევხვდეთ მებრძოლებს, რა იყო? მოიწიეთ ცოტა, მოიწიეთ. თუნდ არ დააყაროთ ჯერ ერთ კვირაში. კარგი, რამზად ყოფნაში ხართ ბიჭებო, მოდი შენით დავიწყებ ნიკა. რა ფორმაში ხარ? წონის როგორ მიდის? და ზოგადად რომ მოგვიყვეთ ცოტა დეტალურად, სადემზადები როგორ რანაირად ვისთან და ასე შემდეგ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა მოგზანებისთვის. მე ვარ ნიკოლას სუხიშვილი, 19 წლის. რეკორდი მაქვს 2-0-ზე. მომზადებას რაც შეეხება დიდხანს ვემზადებოდი ამ ჩხუბისთვის, კონკრეტულად ამ ჩხუბისთვის არა, მაგრამ ჩხუბისთვის დიდხანს ვემზადებოდი. აკაკა კრიაშვილი მომზადებდა და ასევე უჩამა ისურაძე, მადლობა მინდა გადაუხადო, ძალიან კარგ ფორმაში მომიყვანა და ვფიქრობ, რომ მზად ვარ ამ ჩხუბისთვის 100%. 100%. შესანიშნავი. აპლოდისმენტები მებრძოლებს. დავით, იგივე კითხვა შენ, რამზად ყოფნაში ხარ, ბოლო ბრძოლა, ასე ვთქვათ, ბოლომდე ვერ დაგაკმაყოფილა, როგორც მახსოვს. ცოტა მიუხედავად გამარჯვებისა იმედგაცრუებული დარჩი და მე ვფიქრობ, რომ ნიკა ზუსტად ის ვაჟკაცი, რომელიც შემოგთავაზებს სათანადო ბრძოლას და შენ რომ გითხრა როგორც матчмეიკერი გეუბნები ამას და შენ რო გითხრა თუ გინახია მისი ბრძოლები და რა თქმა უნდა შენს მომზადებაზეც რომ შენს მომზადებით რო დაიწყო და მე ნიკას შესახებ რომ გითხრა როგორ აფასებ როგორც მეტოქეს. გამარჯობა ყველას, მე ვარ და თამოშკუდიანი, ვინც არ მიცნობთ. პირველ რიგში ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ჩემს მომზადებაზე. მომზადება გავიარე გუდიან თიმში ამ ბრძოლისთვის და არა მარტო ამ ბრძოლისთვის. ლევან ციკლაური მომზადებს ყველა ბრძოლისთვის, საერთოდ რაც მომიწევს აწი და მადლობა მინდა უთხრა მას მაგისთვის. ნიკაზე ბრძოლები არ მაქანახი სამწუხაროდ ჩემი სიზარმაცის გამო და ვნახავ ალბათ ამას არაუშავს. ნიკაზე ვიცი რომ 2-0-ზე აქვს, წეღანას გააჟღირა ეგ და მეც 2-0-ზე მაქვს როგორც მაგას. და რომელიღაცას ერთ-ერთი მიზეზი თუ რატო დაგაწყვილეთ. რომელიღაცას მოგვიწევს მაგ 0-ის დათმობა რა. და ხო რა, ერთი კიდე ის ვიცი რომ წეღანას თქვა რომ აკაკა კრიაშვილთან მომზადებიო,
ყველა მიცის რომ აკაკი თავისი საქმის პროფესიონალი არის და მიხარია რომ მასთან ემზადება. იმიტომ რომ კარგად მომზადებდა და დარწმუნებული ვარ და კარგ ბრძოლას შემოთავაზებს და შევთავაზებთ მაყურებელს რა. კი ბატონო, გეთანხმები და რაღაც დონეზე ხა დავფიქრდი რომ მადლობა აპლოდისმენტებისთვის. ეხა დავფიქრდი რომ ეს ბრძოლა იმ სისასტიკის გაგრძელება, რაც ლევანიმ დააკამ არაერთხელ შემოგთავაზეს გამას რინგზე, ეს უკვე შემდეგი ეტაპია ამ დაპირისპირების, რაც უფრო საინტერესო ხდება. გუდიანსაც თავის გუნდი ყავს, აკასაც თავის გუნდი ყავს და ძალიან საინტერესოა ამ გუნდების წარმომადგენლების რინგის გაზიარება. რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა სპორტული ინტერესი და როგორც ვიცი, ახლა პირადული რაღაც არაფერი არ გაქვთ, ხო? კეთილი, რავი, მე მგონი გავარკვევთ თუ ვინ იქნება უძლიერესი 21 ივნისს. კითხვები ხო არ გაქვთ, ან სათქმელი ხო არ დარჩა ვინმეს რამე? არა, როგორც ყოველთვის დავაბრუნოთ მიკროფონები მაშინ ბიჭებო და დაუპირისპიროთ ეს ორი მებრძოლი. ნიკა სუხიშვილი, დავით კოშმარი, მუშკუდიანი. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. მაშასე, როგორც ნიუსებში თქვი, დიდი ალბათობით ბევრმა ნახეთ ნიუსები, ეს დაბრუნების საღამოა და ამ ორმა ვაჟკაცმა მოგვანატრა უკვე თავი. ემილ ასკაროვი და მერაბ იაშვილი აგერ არიან. მოგესალმებით. სამშვიდობის. მოიწიეთ ცოტა ახლოს, მოიწიეთ, ოღონ არ წავაყაროთ, ხო? ვერ გაგაშველებთ ცოტა. მაშასე. მეგობრებო, ეს ბრძოლა შიშველ მუშტებზე ჩატარდება, ხო, როგორც მახსოვს? კი. უპირველეს ყოვლისა მე მგონი ეს აპლოდისმენტებს იმსახურებს მებრძოლებმა. ორივე ერთხმოვნათ ისურვეს შიშველი მუშტები. და როგორც გითხარით, ჩემთვის ეს ძალიან დამაინტრიგებელი ორთაბრძოლა, ვინაიდან სტილისტიკური დაპირისპირება ხდება. მერაბ, შენ წონითი კატეგორია გადაწყვიტე რომ შეიცვალე და თუ სწორად მახსოვს, ისევ გამეორდები 76-ში ჯერ არ გაგბრძოლა ჩატარებული. არა, მაქვს ჩატარებული. პირველად ვატარებ, პირველ ბრძოლას ვატარებ 76-ში. ხუთი ბრძოლა მაქვს 94 კილოში ჩავარებული, ნაჩხუბარი და რავი, გადავწყვიტე რომ ჩემთვის ძალიან მძიმე წონა არის და დავიწიო დაბლა. კი, კი. და აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდა კითხო, წონის კლება როგორ მიდის? რამდენად გიჭირს ეს? თავიდან ვერ ვიკლებდი, იმიტომ რომ მიუჩვეველი ვიყავ სპორტს და ეხლა კარგად მიდის. აუცილებლად ჩავაბარებ და კარგი მომზადებული მოვდივარ. დავდივარ შოუ-თაიმის კლუბში დანი ფაროიანთან, ვებზადები, ძალიან კარგ მომზადებას გავდივარ და რა ვიცი, ფიზიკურადაც და ყველანაირად მომზადებული შემოვდივარ რინგზე. შიშველი ხელები ზოგადად ჩემი სტილია და რავი, მიყვარს შიშველი ხელები ჩუბი და მადლობას ვისახურებს, რომ შიშველი ხელები ჩუბზე დამხვდავდა ჩემი მოწინააღმდეგე. შენი მოწინააღმდეგე თავიდანვე რომ მოაწერა გამას ხელშეკრულებას ხელი, თქვა რომ ეს კენტუსები არ მინდა ამოშალეთო, პროფორმასავით ჩაუწერეთ, თორე ისე ესეც პრინციპულად მარტო შიშველ მუშტებზე აპირებს ბრძოლას, როგორც მისი სიტყვები და ვიმეორებ უბრალოდ. კეთილი, ემილთან გადავალ, ორიოდე კითხვით, ემილ, გამარჯობა, მიხარია რომ დაგვიბრუნდი. როგორი დაგვიბრუნდი, ამის კითხვა მინდა, ანუ რამდენად ახერხებ ვარჯიშს, რა მზადყოფნაში ხარ და რასთან არის ეს პრინციპული გადაწყვეტილება მხოლოდ შიშველ მუშტებზე ბრძოლების ჩატარება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა მობრძანებისთვის. ესე იგი, მომზადებული კარგად ვარ. როგორც იცი, გიო კრევის გამოცდილება მაქვს. მთელი ეს პერიოდი კრევის ხელთათმანებით, რავი, შეჯიბრებები, სპარინგები დარბაზშიც. გადაჭრილი ხელთათმანები, კენტუსები არ მკეთია საერთოდ, არც ვარჯიშზე, არც ჩხუბი არ მქონია ჩატარებული. ორი ბრძოლა ჩავატარე გამაში, ეგეც 2-3 წლის უკან.
ორივე ბრძოლაზე ტრავმა მივიღე ხელზე. არ იყო ჩემი ის მიუჩვეველი ვიყავი ამ ხელთათმანთან და მეორე ფაქტორი ის არის რომ გამაცხო მუშტი კრივი ის ამას ნიშნავს რომ მაინც და მაინც შველი მუშტი უფრო მომხიბვლელი და ესეთი კი ბატონო ეგარ მუშტი კრივი შიშველ მუშტებით ხდება მე ჩვენც ეგრე გვესმის ეგრეა და თან მე თვითონაც ვფიქრობ რომ უფრო ვაკეთებ იმას რაც შემიძლია აქ სწორადნა კეთილი მერაბ შენთან გადმოვალ ისე ემილის ბრძოლები თუ ნანახი გაქვს მაინტერესებს და ნუ დიდი ალბათობით ნანახი თუ გაქვს შეამჩნევდი რამდენად ტექნიკურია კი უყურე ხა როგორ არ უყურე ჩემთან აი რას როგორ ფიქრობ რამდენად ტექნიკური ბიჭია იმას არ ვიძახი რომ არ არის ტექნიკური კაი გამოცდილება აქვს ეთყობა კრივში მაგრამ რავი ამას თუ გაუძლებს ეგ არის მთავარი დანარჩენზე 21-ში ვილაპარაკოთ კაი პასუხია ემილ შენ რას გვეტყვი ანუ გამას რინგზე ბევრი სხვა ფაქტორია ვიდრე კრივის რინგთან შედარებით ხო? და მე რამდენად მზად ხარ მერაბისნაირი მებრძოლისთვის? მე მხოლოდ იმას ვიტყვი რომ აი კრივი ამბობენ რომ გამაში და შენც ამბობ გივამას რომ გამაშიო კრივიო მაინც და მაინც პირველ ადგილას არ არის მე პირადად ვიტყვი რომ კრივი არის პირველ რიგში გამაში მთავარი ანუ ვინც მოკრივია და თუ ფორმაშია კარგი მოკრივია გამორიცხულია რომ იმან თავისი არ გააკეთოს არც ისე პატარა რინგია და კრივი ხო იმას ნიშნავს ახლა ზოგი ამბობს რომ ფიზიკურად გჯარბნიანო ესე იგი ამ ის მოკრივე სუსტი ყოფილა ხო ფიზიკურად მოკრივე ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს ტექნიკაც უნდა გქონდეს კათულაც უნდა გქონდეს მოძრაობა ყველაფერი და მე თუ მკითხავ კრივი პირველ ადგილას არის რა თქმა უნდა მე რაფის ვერ ვეტყვი იმიტომ რომ ფიზიკურად ძლიერი ბიჭია დანარჩენი 21-ისთვის დავტოვოთ კეთილი ინტრიგა შევინარჩუნოთ ხო კი ბატონო ეგ არის კაი მაშინ ნუ შეკითხვები დიდი ალბათობით არ გვაქვს ხო მანიშნეთ უბრალოდ თუ შეკითხვა ექნება ვინმეს რომ მივცეთ საშუალება რომ დასვას შეკითხვა თუმცა ეს ორი ვაჟკაცი დაუპირისპიროთ ერთმანეთს მერაბ ტარზანა იაშვილი ემილ ასკეროვი კამერებისკენ ბიჭებო აპლოდისმენტები მებრძოლებს ტარზან არ დაიყვირებ ჩხუბის დროს კარგი შეპირება მივიღეთ ეთილი გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე არანაკლებად საინტერესო ბრძოლა გველის წინ იგივე წონით კატეგორიაში 76 კილოგრამში გამოვიძახებ ამ ორ მებრძოლს გორილა დაგვიბრუნდა ვალერ ყოჩიაშვილი გამარჯობათ მოგესალმებით ბეკა ლომსაძე ბეკა რაკჭირს შეტავიქნები კითხვით გამარჯობათ ყბაზე ტრავმა გაქვს თუ რა ხდება კი ტრავმა სადაც ერთი თვის წინ ამოვიღე ჩემი თკბილი და ახლა ფესვია შეგნით დარჩენილი შენით ამოიღე კი ეგ როგორ რავი მოვიმტვრიე რაც ხონდა და მუშტი ჩაირტყი თუ არა ხელით ახლა გამიღიზიან და მომცანთებან დასიებული მაქვს და ვერ მაგის მეგობრებო თქვენით ნუ ამოიღებთ კბილებს სტომატოლოგებთან მიდით ჩავარდებით შევდღეში კეთილი ანუ ნუ მაყურებელს დიდ ინტრიგაში ნუ ჩავაგდებთ დიდი ალბათობით ვერ ჩაატარებ ხო ასეთ მდგომარეობაში ბრძოლას კი მართალია ამ თვეში ვერ ჩავატარებ ბრძოლას მაგრამ შემდეგ თვეში არც მე არ ვაპირებ აქედან წასვლას ამ ორგანიზაციიდან არც ვალერი არ აპირებს ამ ორგანიზაციიდან წასვლას და შესაძლებელია რომ ისე შევხვდეთ ერთმანეთს და შევატაროთ ბრძოლა რითვისაც ყოველთვის მზად ვარ რომ ასეთი ტრამა რო არ ყოფილიყო 21-ში მზად ვიყავ რომ ჩუბი ჩამეტარებინა კეთილი მეგობრებო ჩვენ დავამუშავეთ და სულ რაღაცა საათიც არ გასულა მე მგონი 1 საათის წინ ვიპოვეთ მებრძოლი რომელიც ჩაანაცვლებს ბეკას short notice-ზე ფაქტიურად ერთი კვირა ბრძოლამდე და იმრან ტერლოევი ჩაანაცვლებს ბეკას უბრალოდ პანკისიდან ვერანაირად ვერ მოასწრებდა ამ დარჩენილ დროში ჩამოსვლას და ეს ბრძოლა
ჩატარდება, ვალერი აუცილებლად ჩაატარებს ბრძოლას, თუმცა ბექალომსაძის მაგივრად ის იბრძვის იმრან ტერლოევთან. იმრანის აქ ერთი ბრძოლა ჩატარებული კონტენდერ ლიგაში, რომელშიც გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. გორილასთვის მე მგონი ფრიად სათანადო მეტოქეა. ვალერ, შენ გითხარი ორიოდე სიტყვა რამზად ყოფნაში ხარ, რამდენად დამაბრკოლებელი მომენტია ის, რომ ასეთ ერთი კვირით ადრე მებრძოლის მეტოქის შეცვლა ხდება, ხო? და ნუ რავი, ორიოდე სიტყვა რო გაგვიმხილო რა გრძნობებით ხარ ახსავსე ამასთან დაკავშირებით. გამარჯობათ, მოგესალმებით კიდე ყველას. კახეთში ვიყავი, ემზადებოდი ლაშა ჩემი ძმაკაცი გვერდში მედგა, ჩამოვედი ახლა 1-20 დღეა ვარჯიშობ. აგერთე მუკა ფუსიკაშვილი, შაკო ხოსტაშვილი მიდგანან გვერდში. ვემზადები 20 დღეა მეტი არ არის რა. მაგრამ მზადავარ, რავი, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის, დიდი შემართებით და რაც მიყვარს არის ნოკაუტი რა. ამ ბრძოლაშიც რავი დიდი ალბათობით ნოკაუტით დასრულდება რა. და როგორც ვიცი რავი კორტავამ გამოთქვა ჩემთან სურვილი ჩხუბის და რავი არ მაქვს მე არანაირი პრობლემა იქითა თვეში თუ სურვილი ექნება ვიჩხუბოთ. ამ ჩხუბის მერე კიდე მინდა რომ ჩავერთო წინა საქამრე ბრძოლაში ნიკა ნოზაძესთან თუ დაამუშავებთ მე მზად ვარ. კი ბატონო. ნუ გავასწრებთ მოვლენებს მიუხედავად იმისა, რომ შენოდენა გამოცდილება არ აქვს იმრანს, სერიოზული მეტოქეა ჩემი აზრით. ამიტომ ჯერ ამ ბრძოლაზე ვიყოთ კონცენტრირებული და იმიდან გამომდინარე თუ რასურაც დავინახავთ რინგზე და რა თქმა უნდა თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, მე შენს გეგმებს რა თქმა უნდა უფრო დეტალურად განვიხილავთ. რაც შეეხება ბექა კორტავას, უბრალოდ ჩვენ ვინაიდან ასეთ short notice-ზე პრესკონფერენციის წინ ძალიან ცოტა დრო გქონდა დარჩენილი ჩატში ჩავაგდეთ ეს ინფორმაცია, რომ ვეძებთ მებრძოლს და გამოეხმაურა რამოდენიმე ბიჭი, მათ შორის ბექა კორტავა იყო, ბრძოლას მონატრებულია, მხოლოდ აგვისტოში შეძლებს ტიტულის დაცვას და ჩვენ როგორც ორგანიზაცია უპირატესობას ვაყენებთ მის ტიტულის დაცვას. ამიტომ შემდეგ თვეში სამწუხაროდ ვერ დაგიკმაყოფილებ ბექა კორტავაზე ამბიციებს და სწორად მიმაჩია რომ ბექამ ჯერ 70 კილოგრამში ტიტული გააერთიანოს, ხოლო შენ სატიტულო ამბიციებს რაც ეხება, მივესალმები ძალიან და ბრძოლიდან და გამომდინარე გადავწყვიტოთ თუ როდის შევძლებთ ნიკა ნოზაძესთან თუ კიდე მანდაც ტიტული გასაერთიანებელი აქვს ბიჭებს მუკვანთან, ზურასთან ბრძოლის ჩანიშვნას. ეს არის და ეს. კი ბატონო, ამ ბრძოლაში მე ვიცი თავდაჯერებული ვარ და ვიცი რომ გამარჯვებით დასრულდება ჩემს სასარგებლოდ და რავი ამის იქით კიდე მინდა რომ კაროჩი ან პირდაპირ ნოზაძე ან კორტავა. გასაგებია ვალერი. კეთილი, დავაბრუნოთ მიკროფონები. ვალერი ყოჩიაშვილი, აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი გორილა. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ეს ბრძოლაც სულ ახლა ჩაინიშნა. სამწუხაროდ არც ერთი მებრძოლი და არც მეორე კონფერენციაზე ვერ გამოცხადდნენ, თუმცა დიდი ხანია დააფიქსირეს მათ ინტერესი, ეს იქნება რევანში. გიორგი ჭავჭავაძე მონადირე რინგს გაიზიარებს მარგიშვილი უშიშარ ზურასთან და ეს ბრძოლა ჩატარდება 80 კილოგრამში. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ეს არის რევანში. პირველ ბრძოლაში, ძალიან თანაბარ ბრძოლაში, საჯების გადაწყვეტილებით, თანაც არაერთობლივი თუ სწორად მახსოვს, მოგება მოიპოვა ზურა მარგიშვილმა, მის მერე კაი დრო გავიდა, წელიწადზე მეტია, ხო მე მგონი გასული. გამა people-ზე ჩვენ ცირკში ჩატარებულ პირველ ივენტზე შედგა ეს ბრძოლა და ახლა თითქმის, რავი, წელიწად ნახევარში თუ მეტში ბიჭები გაიზიარებენ რინგს ერთმანეთთან. ბრძოლა 80 კილოგრამში შედგება, ვინაიდან ეს ბრძოლაც ფაქტიურად დღეს ჩაინიშნა დამატებით ქართან და მაგიტომაც გველი 10 ბრძოლა წინ. გიორგი ჭავჭავაძე, ზურა მარგიშვილი გაიზიარებენ რინგს, როგორც co-main event იქნება ამ ქარდზე.
რავი, გაგიხარდა თუ არა? და შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო ბრძოლა 93 კილოგრამში და მე ვიხმობ ამ რინგზე ირაკლი ფიფიას და სლავა მარგიშვილს. მოგესალმებით. გამარჯობათ ბიჭებო, როგორც მოგახსენეთ, ლაშა როინიშვილი ჩაეხსნა ბრძოლას ტრავმის გამო, გუშინ შეგვატყობინა ამის შესახებ, თუმცა ირაკლი ფიფია ამ short notice-ზე დათანხმდა საჩემპიონო ბრძოლას. ირაკლი, ამიტომ შენთან ვარ ეგრევე კითხვებით, მოსამზადებლად დიდი ალბათობით ახლა კონკრეტულად კემპს ვერ გაივლიდი და ზოგადად რა ფორმაში ხარ, ვინაიდან საჩემპიონო ბრძოლა 5 რაუნდია და ასე ვთქვათ, შენი ფიზიკური კონდიციები მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ყველას. რაც შეეხება ბრძოლას, ივლისში ვაპირებდი ბრძოლას, მაგრამ ეს მოულოდნელი შემოთავაზება იყო ორგანიზაციისგან, რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი, იმიტომ რომ ეს საუკეთესო შანსია მებრძოლისთვის, რაც შეიძლება ორგანიზაციამ შესთავაზოს. ფორმას რაც შეეხება წინა ბრძოლიდან გამომდინარე, თითქმის ერთვიანი პაუზა მქონდა აღებული, მხარზე მკურნალობდი, ტრამვა მქონდა, ამის შემდეგ მაქსიმალურად დავიწყე ვარჯიშები და ოპტიმალურ ფორმაში ვარ ამ ბრძოლისთვის. და ჩემ მაქსიმუმს ჩავდებ ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის. მით უმეტეს ჩემი უარყოფითი რეკორდის გათვალისწინებით წინა ბრძოლის. გამაში ახლა ჩვენს მაყურებელს მოახსენებ, რომ თითქმის უმეტეს ჩვენს მებრძოლს არ აქვს ასეთი რეკორდები, როგორც ავია ხაბიბისავით, ხო? 30-0-ზე და ამ შემდეგ. ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონკურენტულ ბრძოლებს ვაწყობთ. ამიტომ ლოგიკურია, რომ მაქსიმალურად კონკურენტულ ბრძოლებში ხან მოგებას იგემებ და ხანაც წაგებას. თუმცა შენ ბრძოლას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვიყავით ამ სანახაობით, რაც შენ და გიორგი მგვაჩუქეთ. აპლოდისმენტებს მოვითხოვ. ისე მეოთხე რაუნდი რო ყოფილიყო, ბევრად კმაყოფილი დარჩებოდით. კი ბატონო, აქ 5 რაუნდი გექნება ირაკლი, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ თქვენც მაყურებელიც და სრულიად ყველა, ვინც ამ ბრძოლის სადმი გულგრილი არ არის, ყველა დარჩება ძალიან კმაყოფილი. კიდევ რაც შეეხება ჩემ მოწინააღმდეგეს, მას დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია და ჩემ პატივისცემა შენ ანალოგიურად. სლავა, შენთან გადმოვალ კითხვებით, ლაშასთვის ემზადებოდი, თვეზე მეტი, ხო? თვენახევრიანი კემპი, ხო? 2 თვეზე მეტი. 2 თვეზე მეტიც კიდევაც. ხო, შენ და ლაშა უკვე ჩაატარეთ ბრძოლა აგვისტოში, სადაც შენ ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვე მოგება. რამდენად გადაწყობა ძნელი იქნება ახალ მეტოქეზე, როგორ ფიქრობ, რამდენად მოგიწევს ამ მოკლე პერიოდში შენი სტრატეგიის შეცვლა, მიდგომის, ტაქტიკის თუ სტილისტიკურად ამგვანებ მეტოქეებს, ლაშას და ირაკლის ერთმანეთს? მოგესალმებით პირველ რიგში, ჩემთვის არანაირი აზრი არ აქვს რა, ჩემი გეგმა იყო, რომ დისტანციაზე უნდა მეჩხუბა და ეხლა დისტანციაზე ვაპირებ ჩხუბს და ლაშას რაც შეეხება, მაგასთან ჩხუბს აღარ ვაპირებ ცხოვრებაში ვაფშე რა. ამას პირადად მე გეუბნები, მაგის პირობას ვდებ. იმიტომ რომ შენ თვითონაც კარგად იცი, რომ ბევრჯერ ჩამიხსნა ჩხუბზე. ბევრჯერ მითხრა რომ გეჩხუბები, მე უარი მიგი. და რავი, ბევრჯერ ყოფილა ეგეთი რაღაც. ჩაგეხსნა, ეხლა ფაქტიურად ერთხელ ჩაგეხსნა ამჯერად. ბევრჯერ ჩამიხსნა. შემახსენე, იმიტომ რომ უყურებ. ჩხუბის მერე ჩემთვის ბევრჯერ მოუწერია ამ თვეში ვიჩხუბოთ, მე ერთი კვირის მერე აღარ გეჩხუბები. მერე წავიდა რა ვისა და ერთმანეთთან არ ვიცი, მოლაპარაკება თუ იყო ოფიციალურად ჩხუბი რო ჩაენიშნა. ჩვენ აგვისტოს მერე მე და ლაშას უნდა გვეჩხუბა სადღაც 4 თვის მერე. აგვისტოს მერე. ხო, მაგრამ ახლა ეს ხო მოლაპარაკების პროცესი იყო სლავა. ეხლა ჩაშალა. სავარაუდო ჩემი ვარაუდია რომ წონა ვერ დაიკლო. ჩემი ვარაუდია რომ წონა ვერ დაიკლო. აი ეგრე ვფიქრობ. არა, წარადგინა მან საბუთი რომ მყესი დაზიანებული აქვს ფეხის, თუმცა ეხლა ჩემი ვარაუდი ეგეთია, რავი. ყველას გვაქვს რაღაცა აზრი გქონდეს ამის უფლება, უბრალოდ მაყურებელს მინდა ვაცნობო, რომ ლაშამ წარადგინა წესი და რიგით როგორც არის ცნობა ექიმისგან. ხო, ეგ ლაშას რა შეეხება. სანამ ირაკლი შემომთავაზებდით, ის სადაკავთ, გიშს რო ეძახით, რავი.
მაგას დაურეკე მე და ვეხვეწე, რა ვიჩხუბოთ მე, მაგრამ უარი განაცხადა. ხო, უბრალოდ ნიკას რაც ეხება, მან თქვა რომ ჯერ მომზადება ჭირდება და იმ ჩხუბის მერე ჯერ კიდე ზეიმობდა და ამიტომ არ ვარჯიშია დღეს და მაგ ასე თქვა პირობით გაგვისტუმრა, თუმცა დაუბრუნდეთ ირაკლის და ირაკლის სტილისტიკას ხო ბრძოლის, ანუ ვფიქრობ რომ დაინახავდი გიორგის თამბრძოლაში თუ რამდენად ირაკლის ნასპარინგებიც გვაქვს ერთმანეთთან 1-7-8 წლის უკან დაახლოებით დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს მე და ირაკლი აჰა რამდენად ნასპარინგებიც გვაქვს ერთმანეთში და საკმაოდ აი როგორ გითხრათ აი ძალიან მაგარი მოწინააღმდეგეა ჩემთვის რა და მიხარია რომ ეს ბიჭი დათანხმდა ბრძოლას და ამ ბიჭთან მომიწევს რინგის გაზიარება პატივისცემა კიდე ჩემგან ამ ბიჭს აი ეს პატივისცემა და ამდენი ხანი კავშირი რო გაქვთ ერთმანეთთან რამდენად აისახება ბრძოლაზე არანაირად არ აისახება ეს რინგია და ირაკლი მიცოდა რომ ჩემ წონაში მოდიოდა და თუ მოვიდოდა მე და ამას მოგვიწევდა შეხვედრა ერთმანეთზე და შევხვდებით მე და ირაკლი 21-ში და განახებთ ისეთ ბრძოლას რაც მაყურებელს ჭირდება კეთილი ორივესთან მაკითხვა და ნუ ირაკლის პირველი მინდა მოусმინო ბონუსებზე თუ გაქვთ პრეტენზია ანუ და რა ბონუსებზე 5 რაუნდი main event-ი ანუ როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ასეთ განლაგებაში რომ ბონუსი დაითრიოთ და აბა რა ბონუსები ნუ საღამოების ბრძოლა მინიმუმ კეთილი სლავა შენ მეც მაგას ვფიქრობ იმიტომ მე ვემზადებოდი 5 რაუნდისთვის რა და ირაკლის რასაც შევხედე, მგონია რომ იქნება 5 რაუნდისთვის მზად და 5 რაუნდს თუ ჩავატარებთ, ისეთ ბრძოლას ჩავატარებთ, რომ საღამოს ბონუსს მივიღებთ რა, ორივე. შესამოწმებელი დაურჩებით ორივე რა, ამ ბრძოლით და ნასიამოვნებით და მე რინგის გარეთაც ვიძმაკაცებთ რა თქმა უნდა. დავისთავად. კეთილი. მე მგონი სათქმელი აღარაფერია. დავაბრუნოთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. ირაკლი ფიფია, სლავა ბრილიანტი მარგიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში 5 რაუნდს გაიზიარებენ ერთმანეთთან აპლოდისმენტები მებრძოლებს ერთი წამით არ წახვიდეთ შეკითხვა გამარჯობათ ბიჭებო მე მინდა რომ გამოვიწვიო ვისაც უნდა ჩემთან ჩხუბი დაუპირისპირდები ჩემი წონის პიროვნებას, კატეგორიას, თუ ექნება სურვილი აუცილებლად. ჩვენ არ გიცნობთ სამწუხაროდ, სახელი რო გითხრა და შაკო მქვია სახელი. მე გიპასუხებ შაკო თუ შეიძლება. ჩვენ ვგეგმავთ ღია რინგს. ანუ ასე უბრალოდ გვინდა რომ დავინახოთ იგივე წვილი სწორად რო შეგირჩიოთ. როგორ იბრძვი? ღია რინგზე მინდა დაგპატიჟო. ღია რინგი ჩატარდება თუ სწორად მახსოვს. ნუ ივლისის დასაწყისში ზუსტად მე მგონი 7 ივლისს. ხო? შემახსენეთ. არავინ გახსოვთ? კარგი. კარგი, ივლისის დასაწყისში დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე, კამაებში წერტილი-ჯიზე, დაგირეკავთ და აუცილებლად რომ ჩავნიშნავთ ღია რინგს, მოგიწევთ რომ ჩაატარო ბრძოლა და რაც შეეხება გამოწვევას, ანუ ნებისმიერთან გინდა ხო ბრძოლა? ნებისმიერთან არა, ჩემი წონაში. ხო, თავისთავად. არა, მნიშვნელობას რა. კეთილი. სპარინგების დამიხედვით გადავწყვიტოთ თუ რამდენად დაინტერესდება ორგანიზაცია თანამშრომლობით და თუ დავინტერესდით, ვიჩხუბოთ ბიჭო! ვიჩხუბოთ. არ არის პრობლემა. $25,000 ლარი რომ ახალი პატრონი ვაშოვნინოთ ამ თანხას გინდათ? ხო და გადავწყვიტოთ. კამას გრან-პრი 25,000-იანი. შიშველ მუშტებზე 5 რაუნდი 62.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ეს ორი ვაშკაცი დაეტაკება ერთმანეთს. ლევან, ტყვია გაუმტარი, იანკოშვილი და ბაქარ სადისტი გელენიძე. მიკროფონი აიღე ბაქარ. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ისევ შევხვდით ერთმანეთს. ამჯერად 25,000 ლარს ვიყავთ.
აბა რას ფიქრობთ? ანუ თავარი კითხვა ის არის თუ დარჩები შენ ბაქარის კრიპტონიტად თუ შეძლებს ამ ურთულეს ამოცანის ამოცნობას ბაქარი, რომელსაც ლევან ტყუია გაუმტარი ანქოშვილი ქვია. ლევან, შენთან ვარ ამ კითხვით და რა თქმა უნდა მე იგივე კითხვა შენთან გავაჟღერებ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. წარმატებებს გისურვებთ. მებრძოლებს ჯანმრთელობა გქონდეთ ბიჭებო და რაც შეეხება კრიპტონიტის თაობაზე, არ ვიცი რა, ჩხუბი არის და რა მოხდება, რაც გაიგებ. 25000 ლარის მოგებას აპირებ? ეგ სხვა კითხვა, მაგრამ კრიპტონიტი რა შუაშია? იმას აი სუპერმენი ხო არის? არა, ხო, მაგრამ ხო გინახია, ანალოგია ეს ხო და ანუ აქამდე ორი ჩხუბი ჩაატარეთ ერთხელ. სულ ამ კაცს სულ მოგებები აქვს შენსავით და ერთი წაგება აქვს მხოლოდ ნაგემები, რომელიც შენ შესთავაზე და მხოლოდ ერთი ფრე ისიც შენ შესთავაზე და ამჯერად თუ შეძლებს გადალახვას მაგას გიო ჩხუბი გვაჩვენებს. აჰა, ეგეც პასუხია. კეთილი. ბაქარ, შენ რა სიტყვი აბა? მოგესალმებით ყველას, ბიჭებო, მინდა რომ ყველას წარმატებები გქონოდეთ, უტრანო ბრძოლები და რაც შეიძლება მეტი სანახაობა. მე ვერაფერს ვერ დავამატებ, მაგარი ბიჭია, კაი ბიჭია, ანუ ერთ გზაზე მივდივართ რამდენი ხანია რა, მხოლოდ ერთი წაგება მაქვს და ამასთან, მხოლოდ ერთი ფრე მაქვს და ამ ბიჭთან და არ ვიცი რა გიო რა მოხდება. გვანახებს აი ეს ბაგრიშკები და აი ეს რინგი. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ეხა არ არის ჭეკლასის მოჩხუბარი, მართლა მაგარი ბიჭია, მაგრა ურტყამს. ჩემი პატივისცემა შენ ჩემო ძმაო, როგორც სპორტსმენი და როგორც მაგარი ბიჭი, ერთი რეიტინგი გვაქვს და რავი რა, მაგაი ბრძოლა იქნება ერთი ეს ვიცი და სხვა მეტი არ ვიცი, რა მოხდება აბა, არ ვიცი. კეთილი, მე მინდა რამოდენიმე კითხვით კიდე ცოტა დაგტანჯოთ. ამიტომ ნუ იჩქარებ წასვლას. მაშ ასე, რას უპირებთ 25000 ლარს? მოდი შენი დავიწყოთ. თუ შენი დავხარჯავ, აბა რავი, სად უნდა შევინახო, დავხარჯავ. ან კონკრეტული მიზნები დასახარჯავად არ გაქვს. აუ რავი. მე გადავწყვიტა. შენ ლევან? ჯერ იყოს და მე დასახარჯის გამოინახება რა. შესანიშნავი. კარგი. ბიჭებო, თქვენ პირველ ბრძოლაში დავინახეთ სასტიკი გაცვლები, თუმცა ამ გაცვლებში ლევან შენ ბაქარის აჯობე სიზუსტით, მე როგორც ჩემ გადმოსახედიდან დავინახე, ორი ნოკდაუნი განიცადა ბაქარიმ და ამის ხარჯზე ძირითადად მოგებული შენ გამოხვედი ბრძოლიდან. ასე უშუალოდ ბრძოლის დროს ბაქარმა შეგიცვალა ტაქტიკა და დაგიწყო ბევრი კლინჩაობა, ხო? და ვფიქრობ მაინც გამარტყა და აბა. ამის ხო, ნოკდაუნში მეორე ბრძოლაში წავა. კი, მაინც გამარტყა. ამის ხარჯზე და თუმცა დავინახეთ სურათი რომ შეიცვალა, ანუ თავიდან ბაქარი იგივენაირად გიტევდა, იგივენაირად ნოკდაუნი რო იგემა, მერე უკვე შეცვალა ბრძოლა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად. ფრემდე მიყვანის საკმარისი აღმოჩნდა და ამჯერად როგორ ფიქრობ რამე სიახლეს შემოგთავაზებს ბრძოლაში და სიახლეს თუ არა იგივე კლინჩი ხო რომელიც დიდად არ მოგეწონა ძინა ბრძოლაში რამდენად დახვეწე და რამდენად შეგიძლია რომ დაუპირისპირო ამ ბაქარის საკმაოდ მაღალ დონის კლინჩს შენი მაგას გიო ჩხუბი გვაჩვენებს 21-ში ანუ მოემზადე თუ არა თორე ჩხუბი რო გვაჩვენებს ეგეც ვიცი მაშინ რისთვის შევიკრიბეთ კაცო აი მე მაგალითად სულ არ ჯიშობ რა კლინჩზე თუ არ ჯიშობ და თუ დახვეწე ეგ ასპექტი ეგ მაინტერესებს უბრალოდ ასე თუ ისე კი შესანიშნავი ამის გაგება მინდოდა ლევან ბაქარ რამე სიახლე თუ შეიტანე შენს გეიმპლენში 5 რაუნდი მოგიწევს საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან, ყველაზე სერიოზულ მეტოქესთან მე მგონი, ვინც აქამდე შეგხვედრია და ანუ იგივე კლინჩზე რამდენად გაგათვლა, გაცვლებში შეხვალ თუ აი ზოგადად თუ შეგიძლია რომ გაგვიმხილო სტრატეგია. რავი, აი როგორც რინგი გვანახებს. და ერთი გვანახებს არ თქვა. აი არა, როგორც რინგი გვანახებს და როგორც ბრძოლა მოითხოვს ისე ვიზამ, რავი. ხან კლინჩი, ხან დარტყმა რა.
როგორც სიტუაცია მოითხოვს იმ მომენტში. მაგრამ გაცვლა უფრო ლამაზია, სანახაობრივია და უფრო კაია. შესანიშნავი. და ბოლო კითხვა, კარგი. წინა ორი ბრძოლა როგორც თუ სწორად მახსოვს, კენტუსებით ჩაატარეთ, ხო? ორივე ბრძოლა კენტუსებით იყო და შიშველ მუშტებზე ახლა რამდენად შეცვლის ეს ასპექტი სურათს და ასე ვთქვათ ვინმეს თქვენსგანს აძლევს ეს უპირატესობას თუ პირიქით სულ ერთია რა. აი ეგ არის ცოტა რთული საკითხი, იმიტომ რომ დიდად რო ვთქვათ განსხვავება არ არის. ანუ კენტუსებს და ცარიეხეს შორის რა. იმიტომ რომ თითქმის ერთმანეთთან ძალიან მიახლოებული არის რა. და რეალურად როგორც დაბრკოლება არ მგონია რომ იყოს არც ჩემთვის და არც ბაქარისთვის. ანუ დიდად სურათზე არ აისახება ბრძოლის და გეგმაზე, ხო? ბაქარ შენ რას ფიქრობ? მე გეგმები არ მაქვს. ნუ ეხა შიშველი ხელი უფრო აზიანებს ერთი ეს თქვა, იმიტომ რომ სახის ხეთქავს, ნუ ხელის ტრანვა შეიძლება, ნუ ეგ დამემართა მე ეგ. ხო და აქედან გამომდინარე შიშველმოს უფრო მეტი ზიანი აქვს. просто არაკომფორტულია, მე არა ჩემთვის კომფორტული არ არის, ჩემთვის კომფორტული უფრო ხელთათმანებია და აი ეს მეტი დამაზიანებელია რა სახისთვის და ხელისთვის. კარგი, მოგატყუეთ რომ ბოლო კითხვა იყო, კიდე ერთი კითხვა მაქვს. როგორ ფიქრობთ ახლა ასეთი ბრძოლა, ნუ ჩემთვის პირადად ერთ-ერთი აი ყველაზე დიდ მოლოდინის ქვეშ ბრძოლა შეიძლება დავასახელო, ვინაიდან ნუ ყოველთვის ძალიან მაგარი ინტრიგა იყო თქვენი ბრძოლები, ძალიან მაგარი სურათი ბრძოლის დროს და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ ის მომენტი რომ ამ 25,000-ისთვის იბრძვით, ბოლო ბრძოლა ქართლში, მით უმეტეს ნუ არაერთხელ უკვე თქვენ ბრძოლას ბონუსები აუღია, ხო? არაპრეცედენტული ის გააკეთა ლიდერბეთმა, ხო? 3,000 ლარი ერთს მიცა, 3,000 ლარი მეორეს ფრეს დროს, ანუ დაჟე არც გაყვეს, როგორც ფრეს დროს იყოფა ხოლმე ბონუსი თუ ჰონორარი, არამედ გადაწყვიტეს რომ დაარიგონ ცალ-ცალკე, დამატებითი 3,000 ლარი გამოყეს და ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რამდენად დიდი შანსია რომ სხვა ბონუსებიც დაითრიოთ. წინა ივენტზე ხო გახსოვთ პიტმა ყველა ბონუსები თითქმის მაგან წაიღო და ახლა არის შანსი რომ თქვენ დაითრიოთ 25,000 ლართან ერთად სხვა ბონუსებიც. შანსი ის არის რომ კაი ბრძოლა იქნება და იქიდან გამომდინარე, რავი, როგორც გადაწყვიტავს ლიდერბეთი შოუ როგორ იქნება, რავი, აი არ ვიცი. просто ერთი ეს ვიცი რომ კაი ბრძოლა გვექნება მე და ამიც. კი, ანუ ბაქარი არის ძალიან მაგარი ბიჭი რა, როგორც ძალიან მაგარი სპორტსმენი არის და ანუ ძალიან მაგარი სანახაობა იქნება რა. და მაგიდან გამომდინარე, ხა თქვენ როგორც გადაწყვეტავს, ისე იქნება. კეთილი. ჩვენს მაყურებელს ვეტყვი რომ მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გამატივი წერტილი G-ზე მიცეთ ხმა, ჩვენ წინათ გავიტანეთ Trash Talk-ის ბონუსი თქვენს გადასაწყვეტად, ასევე საღამოს ბრძოლის ბონუსი გავიტანეთ თქვენს გადასაწყვეტად და ნუ ლუკა კახიშვილს მოაგებინა მაყურებელმა ეგ ორი ბონუსი ლიდერბეთის ბონუსთან ერთად. ამიტომ ამჯერადაც ფიქრობთ რომ რამოდენიმე ბონუსი გამოვიტანოთ თქვენს გადასაწყვეტად, ამიტომ შედით გამატივი წერტილი G-ზე და მიეცით ხმა თქვენს საყვარელ მებრძოლებს ჩვენს გამოტანილ ბონუსებზე რომ დაეხმაროთ მოიგონ დამატებითი თანხა ჰონორართან და სხვა ბონუსებთან ერთად. ხო? რა თქმა უნდა. კეთილი. კითხვები ხო არა გაქვთ თვინმეს? არა? მაშინ დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებთ ბიჭებო. მაშასე გრან-პრის ფინალი 62.5 კილოგრამამდე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს სადისტი და ტყვია გაუმტარი ბაქარ გელენიძე, ლევან იანკოშვილის წინააღმდეგ. ეს არის ტრილოგია. კამერებისკენ ბიჭებო. და ჭექაქუხილით გავაცილოთ აპლოდისმენტებისა ჩვენი ბიჭები. მეგობრებო, ძალიან სასტიკი ბრძოლები გველის წინ და
ამ სისასტიკეს დააგვირგვინებს ლევანის და ბაქარის 5 რაუნდიანი ბრძოლა შიშველ მუშტებზე, სადაც მოგებული 25000 ლარს წაიღებს სახში. სულ ეს იყო. Come on, smack my bitch up.